მაგერა მაქვს ჩამოწერილი მთელი სია. რაც გავაკეთე და რასაც ვაკეთებ და ამ ვიდეოში უნდა მოგიყვეთ უკვე Fulbright-ში გამარჯვების შემდეგ როგორ ვემზადები ამერიკაში წასასვლელად. პირველი იქიდან გამომდინარე, რომ გვიან მომივიდა პასუხი, ანუ არის on-campus და off-campus საცხოვრებლები რა უნივერსიტეტში. და ეს on-campus-ები უკვე მაგის deadline დამთავრებული იყო და შანსი არ იყო და დავიწყე უშუალოდ off-campus-ების ზემდე, უნივერსიტეტს რაც ქონდა მიმითითებული ბინები. იქ მივიწერე მეილები ყველაფერი, რომ ეს არ Fulbright სტიპენდიანტი ვარ, რაღაცა დიდი სამბირი და განხმაურება არ არის, არავინ ამცემს ამ პასუხს. თან ძალიან ძვირი არის რა რეალურად, აქ რო ვეძებთ, რომ აბა ყველაფერს აღჭურვილი იყოს, ცარიელი კედლები, უბრალოდ გარემონტებული, არანაირი ავეჯის გარეშე, იწყებოდა რაღაცა $900,000-დან. სასწაული ფასები იყო. მეთქი რა გავაკეთო? ძალიან ძვირია. მერე თან კარგი სიტყვაზე რომ დათანხმდე. გეუბნებიან რომ 2 თვის დეპოზიტი უნდა შეიტანო წინასწარ. და ფიქრობ რომ ეუბნები Fulbright სტიპენდიანტი ვარ, რომ ჩამოვალ უშუალოდ და ბანკ შანგაის რო გავხსნი, მერე დამიჯდება ეს სტიპენდია, ხო და ახლა თან 2 თვის სტიპენდია გამის თუ 1000 ხის მინიმუმ 2000 უნდა გადაიხადო დეპოზიტი, პლუს 1 თვის უნდა გადაიხადო, $3,000 დიხარ უკვე და საიდან მოიტანო ეს ფული? ეგ არ აინტერესებს. ეგეთი პირობები აქვს რა, რისი სტიპენდიანტი ხარ, ახლა საერთოდ არ აინტერესებს, ფული ჩარიცხე და დამთავრდა. ან დაიყავ შემინეს, ან სხვა ვინც ჩარიცხავს, ის აიღებს მაგ ბინას რა, დაარეზერვებს ასე რომ ვთქვათ. კატასტროფა. მოკლედ უნივერსიტეტში off-campus საიტები რაც იყო მისცემული, არაფერი გამოდგა აქედან. და რენდომად, ლაპარაკში ვიღაცამ მიითხრა, რომ აბა ეს რაღაც ეს საიტი ნახეო რა, ჩემ დროს ეს მე გამომადგა, ძალიან რენდომად და უბრალოდ ამ ადამიანმა მიშველა, რომ ორჯერ უფრო ნახევარ ხარჯი გამოვდივარ, რომ ჩვეულებრივი ბინეთ არის, ავეჯითაც არის და ძალიან ნორმალური პირობები იმასთან შედარებით რაც შემხვდა და წკიბზე წავასწარი, თორე უბრალოდ არ ვიცი რას ვიზავდი. არ ვიცი. ეგ საცხოვრებელს რაც შეეხება. კაი. მეორე თემა რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის და თითქმის ყველა უნივერსიტეტში იქნება, ეს არის ვაქცინაცია, აცრები. გამიმართლა რომ ჩემ უნივერსიტეტს კიდე იმდენი სავალდებულოა რა აქვს, რაც ხვევს და რაც გარედან მსვენია, მაგრამ ჩემებმაც მოითხოვეს რომ ტეტანოსი, დიფტერი ყივანა ყველასაც რა, ბოლო 10 წლის განმავლობაში წითურა ყბაყურა. ასე ხო ისე ჩანს რომ გაიკეთებ ხო, მაგრამ თქვა ეგეც არ არის. იქ პირველ რიგში რომ რამოდენიმე დოზას ითხოვდნენ რა, ასე ვთქვათ, წითურა ყბაყურის და იმის რა ქვია, ტეტანოსი, დიფტერის აცრებს. მაგაზე მივაკითხე ჩემს ავადმყოფოს, სადაც ბავშვობაში ვიცრებოდი და სადაც ისტორია უნდა ქონდეთ შენახული. იქიდან გამოვითხოვე, რაც იყო დამატებით წითურაზე და ტეტანუსზე, ავიცარი ერთი მარჯვენა მხარეს, ერთი მარცხენა მხარეს. კიდე კაი რომ ჩუტ ყოველაზე ანტისხეულები ქონდა, წავედი მაგაზე ავერსის კლინიკაში, რომ მეთქი ინგლისურ ენაზე იძლევიან. სავიზო პროცესი შემიძლია რომ უფრო ადრეც დამეწყო, პარალელურად დამეწყო, მაგრამ ამერიკის მხრიდან იყო ჩაკეტილი, დროებით ვიზების გაცემა იყო გაჩერებული და როცა გახსნეს ახალი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა დაამატეს, რომ შენი აკაუნტი, სოციალური ქსელები რაც გაქვს, ყველაფერი უნდა გახადო public-ი, Facebook-ი, Instagram-ი, არ ვიცი, LinkedIn-ი, TikTok-ი, რაც კი გაქვს, Twitter-ი, ყველაფერი უნდა გახადოთ public-ი. ახლა ეგრეთი კონსერნი არ ყოფილა ჩემთვის, იმიტომ რომ არაფერს ისეც არ უპოსტავდი, რაც ასე ვთქვათ, ხელს შემიშლი და ან დასამალი მექნებოდა, პირიქით გავაპაბლიკე. დოკუმენტები რაც იყო იქ მიღების წერილი, გამოგზავნილი DS ფორმები, ყველაფერი აპლიკაცია შევსებული ხო? ყველაფერი რა თქმა უნდა გავამზადე. შემდეგი რა მოდის უკვე ბარგის ჩალაგება, რაც საერთოდ არ დამიწყია, მაგრამ მე მგონი პირველ რიგში მაგით უნდა დამეწყო. რა მიმაქვს და რა არ მიმაქვს და რაც მოვაგვარე, ეს არის ბიბლიაში გავედი და წიგნები ვიყიდე, ოღონდ ამ ხელა წიგნებს რაც ჩავატებ, კი არ ვიცი. შეგახედოთ. ემოციური ინტელექტი, სისქე. რობერტ საპოლსკის ბიჰეივის წიგნი, სისქეებს დააკვირდით. მელ რობინსის Let Them წიგნი.
მარტო აი ეს სამი წიგნი უნდა ჩავდო, ხო? ანუ რავი, priorities ჩანთის მესამედი დავიკავე და რას ვაპირებ არ ვიცი. თან ანუ მარტო ეს სამი წიგნი რა იყოს კიდე ხო? ანუ ეს სამი წიგნი ბოლოსაც ვიყიდე და პლუს კიდე სახში მაგთავაზე შემოდებული 3-4 წიგნი ამას წაკრებაც მინდა. არ ვიცი, რას როგორ ჩავატებ, არ ვიცი და ამიტომ თავის დროზე ყველაფერი დასაწყებ. ეხლა ჩვენ ისე ადგილას მივდივართ იქიდან ღამისცა, მაინც და მაინც მამაზე არ იქნება. ახლა ხარც დარდებელი სამაგეროდ შენი ვიდეოები იქნება და საინტერესო და ლამაზი. ხო, იქ შუქი თუ ჩაქრა მაშინ დავიხე როდესაც მარტო. ეზო. ძალიან განათებული იქნება სავარაუდოდ და განათებულ გარემოებში არ ჩანს ვარსკვლავები. ხო, მაგრამ ყველა ადგილი ახლა იქნება ძალიან განათებული. გაუნათებელ ადგილს არიარო წერან ხოლმე. თორე ეგრევე sexual harassment. მე ხო გაიგე დაგვირეკეთ ხო? დავიკეთე ერთ-ერთზე. ჩვენ დაგიწევთ მენტალურ დახმარებას. დავიდი.